საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზე და მეტროს განვითარებას იწყებს. სამგორი ვილოს ბაზრობა, სამგორი აეროპორტის ხაზებზე მეტროს 6 შემადგენლობა, ორმხრივი მიმართულებითი მოძრაობებს, მოცდის სავარაუდო დრო. უკაცრავად მეტრო აქ უნდა ჩამოიაროს, ხომ არ იცით? 10 წუთზე მეტია ველოდები და ჯერ არ გამოჩენილა. ეს არის ადგილი, სადაც 2022 წლის ბოლოს პირველ მეტროს უნდა გაევლოთ. ჩვენ ამ რეპორტაჟში ვეძებთ სწორედ იმ 7 მეტროს სადგურს, რომელიც დედაქალაქის მერს პომპეზურად უნდა გაეხსნა. ფაქტია, რომ კალაძის მატარებელმა სამგორი რივო რუსთავის მიმართულებით რამდენიმე წელია დააგვიანა. საინტერესოა, რა ხდება არსებულ მეტროსადგურებში. თუ ერთხელ მაინც გისარგებლიათ ვარტკეთილის მეტროთი, აუცილებლად დაგრჩებათ განცდა, რომ ჩადიხართ სარდაფში, საიდანაც უნდა ამოიტანოთ ზამთრისთვის გადანახული პროდუქტები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია გვერდებიან ვარტკეთილის მეტროს რეაბილიტაციას, აქაურობა ამ დრომდე სარდაფს გავს. ხუმრობა იქით იყოს და ვიღაცის დაუდევრობას და კორუფციას წლების წინ კინაღამ ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. თუმცა ამ ფაქტის მიუხედავად ვარტკეთილის მეტრო ისევ იმ მდგომარეობაშია, როგორიც წლების წინ იყო. მიწისქვედა სამუშაოები, რომ კახაკალაძის გუნდის სუსტი წერტილია, ყველავთ ანხვდებით. შესაბამისად გადავინაცვლოთ მიწის ზევით და ამჯერად ვაზის უბანს ვესტუმროთ. გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაგვეთვალიერებინა. 2 საბაგირო გზა უნდა გახსნილიყო თბილისში, რომელშიც 70,000 ევრო უნდა დახარჯულიყო. ეს განცხადება იყო რამდენიმე წლის წინ, თუმცა დღეს აქ საბაგირო არ მუშაობს. ალბათ უნდა გვიხაროდეს მხოლოდ ის, რომ ამ ტრიალ მინდორზე კორპუსი ჯერჯერობით არ არის ჩადგმული. დაპირების მიუხედავად, ჰაერში ისევ ეულად კიდია კიდევ ერთი ფუჭი დაპირება, თბილისის საბაგირო. თბილისის შემოვლითი რკინიგზა, რომლის მშენებლობაც წინა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო, ქართულმა ოცნებამ შეაჩერა. წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი ივანიშვილის გუნდმა გაურკვეველი ვადით გააჩერა. სანამ პროექტის შესახებ მოგიყვებოდეთ, მინდა გაჩვენოთ და მოგიყვეთ იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ამ ტერიტორიაზე დაგვხვდა. ტერიტორიაზე ამოსვლა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მათ შორის მცირეწლოვნებსაც და უნდა აღინიშნოს ის, რომ აქ ყოფნა არის ძალიან საშიში. არის ეგრეთ წოდებული ჩასავარდნი და ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც აქ ამოვა, უნდა იყოს შესაბამისად აღჭურვილი. პირველ რიგში დედაქალაქის მერიამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ აქ უნდა იყოს შესაბამისი კონსტრუქციები იმისათვის, რომ მცირეწლოვნებმა შემოსვლა ვერ შეძლონ. პროექტი წლებია გაჩერებულია. 2015 წლის იანვარში კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი გზის 22 კილომეტრიანი პროექტი წარადგინა. კერძოდ საუბარია ავჭალა აეროპორტის მონაკვეთზე. თუმცა როგორც ხედავთ, აქ ახლა არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს. კორუფციას და დაუდევრობას შეეწირა რამდენიმე წლის წინ მარიტა მეფარიშვილი, რომელიც 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. ვაკის პარკის რეაბილიტაცია, რომელზეც მილიონობით ლარი დაიხარჯა, თავიდან გასარემონტებელია. ამას ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტებიც. 2025 წლის ბოლოს თბილისის მერიამ 47 მილიონიანი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. მდინარე მტკვარში უკვე 9 საათზე მეტია სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მდინარეში გადავარდნილი ავტომობილი და მასში 2 მგზავრის ცხედარი იპოვეს. რეპორტაჟის ბოლოს კი მინდა გესაუბროთ ისეთ თემაზე, რომელზეც ჯერჯერობით ქართული ოცნების არც ერთი წარმომადგენელი არ საუბრობს. პრობლემა ნამდვილად არის კომპლექსური და ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვნახეთ არაერთი შემთხვევა, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილები მტკვარში გადავარდა და სამწუხაროდ რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მერიამ და მთავრობის წარმომადგენლებმა შეიმუშაონ კონკრეტული გეგმა. თუნდაც ის, რომ იმ ადგილებში, სადაც მსგავსი ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება, აღმართონ შესაბამისი ჯებირები, რომელიც დაიცავს მოქალაქეებს მსგავსი შემთხვევებისგან. ისე მართლა ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ერთ ქართულ სიმღერაშია. იძირება გემი, მაგრამ ყველაფერი რიგზეა.